დემნა, შეგიძლია მოიხსნა სახვევი. შვიდობა და სიყვარული ოსტატი. ქარი ჭელიძეს სრულ მზადყოფნასია. ქარი, როგორ გელოდებოდი. ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია შენი ნახვა. კიდევ ერთი ლამაზი და კეთილი სულია გადასარჩენი, რომელიც ამ ახალი COVID ვირუსის გამო კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. თითქმის ვეღარ სუნთქავს. დროში და სივრცეში მოგზაურობის გჯერა? კი. შენ? უდიდესი პატივია ჩემთვის, თქვენი პირადად ხილვა რუსთველო. მაშინ როცა ჩვენს ეპოქაში არავინ უწყის. თქვენი ნამდვილი ვინაობა და წარმომავლობა. რა მნიშვნელობა აქვს კაცის ვინაობას ან წარმომავლობას? თუ კი მას ღვთიური სიბრძნის შესაძლებლად ან სამშობლოს საკეთილდღეოდ არ გამოიყენებს. და სწორედ ამიტომაც გიახელეთ რჩევის მისაღები. თუ ეს ყველაფერი მართლა შესაძლებელია. თუ მართლა აქ ვართ ჩვენ ახლა. ის ღმერთის გამოცანაა ჩემო მშვენიერ. არსებობა ყველგან ყოველთვის და ერთდროულად. ეს ყველაფერი შენთვის და ჩვენი სიყვარულისთვის გავაკეთე. იცი არასოდეს მინახავს და არც კი წამიკითხავს მსგავსი რა. ოსტატო, რაღაც მინდა რომ გთხოვო. მასწავლე როგორ ვაპატიო. ნიანი ერისთავი რას ფიქრობს? თავს არ დავზოგავთ, რომ მეფის ეს სამაგალითო გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანოთ. შერკინება გაიმართება ენკენისთვის სამს, მზისა დღეს, წირვის შემდგომ სოფლის ბდელოზე. ვინც გაბედულია, იკეთებდეს! ეს ჩვენი წინაპრების სიბრძნეა, კავკასიურ სუნთქვას, თანამედროვე ენაზე იოგას ეძახიან, რომელსაც მეც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე რაღაცეები დავამატე. როგორც მე და ჩემმა ეკატერინემ დავიანგარიშეთ, 3 მილიონი მანეთი გამოვიდა. და ეს ისე უნდა დანაწილდეს, რომ არ შეფერხდეს კულტურული საგანმანათლებლო განვითარება ჩვენი ერის. დავით სარაჯიშვილს გაუმარჯოს. აბა რაშია საქმე? როდის უნდა გადაასვენოთ ეს სარაჯიშვილები აქედან? ამხანაგო ივანე, ჯერ ის გითხარი თუ რა არის გადაცვენების მიზეზი? მომავალ თაობებს შეუძლიათ წარსულის სწორად შეფასება და ჩვენი ნიჭის აღიარებაც. სამწუხაროდ ეგ ძირითადად სიკვდილის შემდეგ ხდება ხოლმე, ან უკეთეს შემთხვევაში ღრმა სიბერის დროს. ჩვენ გვჯერა შენი კლოდ. და გეთანხმები. როგორც როსტერ ყოფილა ასე ნაზი ღამე რომ აჩვენო მეცეს ახლოს სიმწილს ლეგები რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერის მტები რომ დაკვება საუკუნე სანთან შემიქრარი. შენ თუ გსურს მიჯნურობის სიბრძნის შესწავლა და განცდა, ამისთვის საკმარისი თავისუფალი დრო უნდა გქონდეს, ან გამონახო. და რას ნიშნავს დრო? მიჯნურობის რამდენი თვისება შეასწავლე. მიდიხარ აღდგომას ტაძარში. კი, აუცილებლად. მერე კომენდანტის საათი. 9 საათამდე მივალთ და 6 შემდეგ წამოვალთ. ასე რომ სულ რაღაც 10 საათი ან ცოტა მეტი მოგვიწევს ფეხზე დგომა. როგორ გაძლებს ხალხი ამდენ ხანს? ქრისტე ჯვარც ეცვა ხალხისთვის და განაჩვენ 10 საათი ვერ უნდა ვიდგეთ ლოცვაზე. ახლა ქალაქს სტუმრობს მთვარე და საათიც მიქრის ჩქარა.
ჩვენს შეხვედრას ელოდება და პასუხებს კი ან არას. მე ვარ მზე და შენი სხივი. შენ ხარ ჩემი, ჩემთვის ქმნილი. ის ხარ, ვინც მე მინდა მყავდეს, ვისაც გავდეს ჩვენი შვილი.